როგორც ჩანს, ეს არის უპირველესი მოთხოვნა და სურვილი ბრიტანეთის მხრიდან, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნოს, დასაჯოს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ, აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაში ჩართული პირები და ეს თანამშრომლობა უნდა ბრიტანეთს, თუმცა არ ვიცით ჩვენ მას რა რეაგირება, ამ მოთხოვნას რა რეაგირება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. მოთხოვნა, რომელიც ბრიტანეთის საგარეო ოფისს აქვს, ცნობილი გახდა კითხვა-პასუხის შედეგად ლორდთა პალატის წევრმა ჯორჯ ფოლქსმა ბრიტანეთის საგარეო ოფისს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა კითხვა ასეთი ფორმულირებით, აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთი დაასანქციროს მაღალი თანამდებობის პირები ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ 2019 წელს მიღებული რეგულაციის შედეგად. ეს რეგულაცია დიდ ბრიტანეთშია მიღებული და შესაბამისად გულისხმობს იმ პირების დასანქცირებას, ვინც ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ ნივთიერებას იყენებს და შესაბამისად იყო კითხვა დიდი ბრიტანეთი აპირებს თუ არა BBC-ს ამ გამოძიების შემდეგ შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს. პასუხად კი დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართულმა მხარემ უნდა გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, უნდა ვიცოდეთ რა გამოიძია, რა შეისწავლა და რა დაადგინა უსაფრთხოების სამსახურმა და დასაჯოს მოძალადე პირები და ამის შემდგომ სავარაუდოდ უკვე მოსალოდნელია, რომ შემდეგი ეტაპი იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. დაჟინებით მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოაქვეყნოს იმ გამოძიების შედეგები, რომელიც მისი თქმით ამ ბრალდებებთან დაკავშირებით ჩაატარა. ასევე კიდევ ერთხელ მოუწოდებთ მათ დაიცვან შეკრების თავისუფლების უფლება და პასუხისმგებლობა დააკისრონ მომიტინგეების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალადობისთვის პასუხისმგებელ პირებს. ჯერჯერობით დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის ამ განცხადებას, ამ მოთხოვნას ოფიციალური პასუხი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ გასცემია. ჩვენ არ ვიცით როგორ უპასუხებენ ან უსაფრთხოების სამსახურში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში მოთხოვნას გამოძიების შედეგების გამოქვეყნების შესახებ. თუ კი იტყვიან, რომ უსაფრთხოების სამსახურმა უკვე ჩაატარა ეს გამოძიება, ამ ჩატარებულ გამოძიებაზეც არის უამრავი კითხვა და მათ შორის კითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამთ გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ რა ნივთიერებები იყო გამოყენებული 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, ის რაც ითქვა იმ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, რა დოზით იყო ის გამოყენებული წყალთან ერთად მოქალაქეების დასაშლელად და შესაბამისად კითხვები მაინც დარჩა, რასაც პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს და სავარაუდოდ სწორედ ამ კითხვებზე პასუხსაც ელოდება დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ არ ვიცით მათ შორის თანამშრომლობა მოხდება თუ არა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ამ ტიპის მკაფიო და ცალსახა განცხადებებს დიდი ბრიტანეთი არ გააკეთებდა, მათ რომ მტკიცებულებები არ ჰქონდეთ და დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელისუფლება იყენებდა ქიმიურ ნივთიერებებს არაპროპორციული მოცულობით აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ოპოზიციაში გვეუბნებიან, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, სავარაუდოდ შემდეგი იქნება უკვე კონკრეტული პასუხისმგებელი პირების დასანქცირება დიდი ბრიტანეთის მხრიდან. მათი ეს მოთხოვნა, რაც გააშლერა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არის იმ აუცილებელი მინიმუმის გაკეთება, რაც არის პირველ ფაზაში გამოძიების შედეგების, ეროვნული გამოძიების შედეგების გამჟღავნების მოთხოვნა და იმის გაჟღერება, რომ ყველა ის პირი, ვინც პოტენციურად საკუთარი ერის წინააღმდეგ იყენებდა ქიმიურ ნივთიერებებს, უნდა იქნას დასჯილი. ეს ის პირველი მინიმალური ნაბიჯი, რაც შეეძლო გადაედგა საგარეო საქმეთა სამინისტროს აუცილებელი ფორმალური პირველი მოთხოვნის კუთხით, თუმცა ეს არ არის ბოლო და ეს ნამდვილად არ არის საბოლოო ნაბიჯი, ასე თუ ვიტყვით, ამას მოყვა ძალიან ბევრი სხვა ნაბიჯი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების უარის შემთხვევაში ეს გამოიწვევს დამატებით სასანქციო ზომებს, რადგან ბრიტანეთს გააჩნია განსაკუთრებულად ფაქიზი და სენსიტიური დამოკიდებულება მსგავსი ტიპის დანაშაულების და მსგავსი ტიპის რეჟიმების მისამართით. თუ დაუშვათ ბრიტანეთს არ აქვს ის მტკიცებულებები, რომელიც დანაშაულის მტკიცებულებებია, რაც ქართული ოცნების ძალადობის რეჟიმმა ჩაიდინა და დაწამლა ეს ხალხი, მაშინ რა თქმა უნდა ესეთ განცხადებას არ გააკეთებდა. ობიექტური გამოძიება
წარმოუდგენელია ქართული ოცნების ძალადობის რეჟიმის ხელში, მაგრამ უნდა ესმოდეთ მათ, რომ მსგავსი დანაშაულებები არ იფარება. გრძელდება ადამიანების დაკავება, შეზღუდვა, გამოხატვის შეზღუდვა, მანიფესტაციის და შეკრების უფლების შეზღუდვა, კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ ნიშანდობლივია ბრიტანეთის განცხადება და ნიშანდობლივია იმ კონტექსტში, რომ ისინი რაღაც ესე ჰაერზე, რა თქმა უნდა, ინფორმაციის გარეშე მსგავს განცხადებებს არ აკეთებენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო ოფისის ეს განცხადება ცალსახად აღიქმება როგორც ქართველი ხალხის მხარდამჭერ განცხადებად, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას შეკრების თავისუფლება და უნდა დასაჯოს ყველა პირი, ვინც ამ შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაში იყო ჩართული და ხისტი და კრიტიკული არის ხელისუფლების მიმართ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ტონალობაში ისმის განცხადებები დასავლეთიდან ხელისუფლების და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით ასევე აქტიურობს ევროკავშირი, სადაც კაია კალასმა თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართულ ხალხს, მაგრამ არა ქართულ ოცნებას. ეს განცხადება კი იმდენად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა დღეს შალვა პაპუაშვილისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კაია კალას და ევროკავშირს წითელ არმიას ადარებს, ერთ სიბრტყეზე განიხილავს პარტნიორებს და მტერს და ამბობს, რომ ის რასაც აკეთებდა წითელი არმია ქვეყნის შიგნით, ამას სიტყვით აკეთებს უკვე ევროკავშირი და მისი ლიდერები. წითელმა არმიამ ხიშტით გააკეთა, ახლა ცდილობს კაია კალასი, რომ სიტყვით გააკეთოს და ჩვენი სუვერენიტეტი გააუქმო. რას ქვია სიტყვათა წყობა, რომ ხალხს უჭერ ხარს და ხელისუფლებას არ. ეს ხელისუფლება ვისია? ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლებაა. ეს არის დემოკრატია. და ის ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, ან ვერ ერკვევა რა არის დემოკრატია, ან არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის გაუქმების პოლიტიკის მატარებელი. კაია კალასის შემთხვევაში ფიქრობ, რომ უფრო პირველი შემთხვევა არის და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისგან გვესმის აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილი აზრები და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სამწუხაროდ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობას. კაია კალასი, რომელიც გარდა იმისა, რომ არის უმაღლესი საგარეო წარმომადგენელი, იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, მაშინ როდესაც მისი საგარეო საქმეთა მინისტრი აქ გვამხობდა, ჩამოსული იყო პარლამენტის წინ მიტინგს გვიწყობდა, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი. ნუ ეხა რა დადებითი მოლოდინი უნდა გქონდეს ასეთი ბრიუსელისგან. ზოგადად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაცია ამასაც გულისხმობს, რომ ინსტრუმენტად არის გამოყენებული ევროინტეგრაციის პროცესი და უვიზო მიმოსვლის პროცესი. ანუ ასეთ განცხადებებზე რამდენიმე დღის წინ ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ ეს ხელისუფლების კრიტიკაა და არა ლანძღვა და სავარაუდოდ ასე ჩათვლის შალვა პაპუაშვილის განცხადებასაც, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარე ათანაბრებს ერთმანეთთან წითელ არმიას და ევროკავშირს. მოხდება თუ არა თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ბრიტანეთს შორის, ბრიტანეთის საგარეო ოფისს შორის, ეს ჯერჯერობით არის უცნობი. რა რეაგირება ექნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ მოთხოვნაზე, ასევე არის საინტერესო. ერთადერთი რაც ჩვენ ვიცით ხელისუფლების მხრიდან ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ არის ის, რომ ისინი აპირებენ ტელეკომპანია BBC-ს უჩივლონ ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, თუმცა ეს განცხადება ჩვენ უკვე დიდი ხანია გვესმის და კონკრეტულად როდის შევა სარჩელი ბრიტანეთის კომისიაში, ჯერჯერობით ესეც ასევე უცნობია.